თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება მოითხოვა. რაც შეეხება ორ პირს, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე, მათგან ერთ-ერთი არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ადვოკატის თქმით უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. მისივე განმარტებით მძღოლის დაკითხვით საქმეში მნიშვნელოვანი დეტალი გაირკვევა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი თქმით მას ნარკოტიკი ჩაუდეს. კაციას ბრალდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უყურებს სხვა სასამართლო პროცესებსაც, სადაც სირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ხარს. და მე ამას ვუყურებ, მათ შორის თქვენს პროცესებს, როგორ ექცევთ, მე არასდროს ნაცვაითა როა ყოფილიყო ესეთი არასწორი კომუნიკაცია და ელექტრაზე და რეპლიკები როა ყოფილიყო. არც ერთ შემთხვევაში ამას არ ვიცოდი, ანუ რაზე ვლაპარაკობთ, ყველა ვიცნე მასამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხარ არალეგიტიმურები, ხარ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევ ჩემს. მტკიცებულებები ბრალდების მხარესაც ჰქონდა წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნული დასკვნა დაურთო სასამართლომ მიუხედავად დაცვის მხარის პოზიციისა, რომ ის არ იყო კანონის დადგენილი წესით მოპოვებული, ასევე დაუშვა, როგორც უკვე გითხარით, დათვალიერების ოქმი, გადაცემის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები. საერთო ჯამში რო შევაჯამოთ, საერთოდ საქმე არ ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა შემდგომ ნიკოლოზ კაციას ბრალეულობას. საქმის მასალები დადგენილია, რომ გასაუბრების ოქმი შედგენილია დაცვის მხარეს. იმ პირთან, იმ მოწმესთან, რომლის დღეს დაკითხვასაც ითხოვდა იგი, უბრალოდ ვინაიდან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, გამოძიების ეტაპზე მოეთხოვა აღნიშნული პირის, ხსენებული პირის დაკითხვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკითხვის მოთხოვნა იყო უბრალოდ აბსურდული.